მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ მოდით ვნახოთ ასეთი თემა, რა ხდება ეხლა მის ცხოვრებაში, როცა ის არის, როცა ხარ თქვენ ერთმანეთისგან შორს, ხო, შეიძლება მანძილი გაქვთ, ხო? აქ ჩვენ ვაკეთებთ მოკლე გაშლებს, გრძელი გაშლები, იცით თქვენ, რომ არის მეორე არხზე. თუ რუსული იცით, რუსული არხიც მაქვს და შეგიძლიათ იქაც ნახოთ, ლინკი ყველა ვიდეოს ქვეშ არის. всё, დავიწყოთ ეხლა ჩვენ. ვნახოთ ეხლა. так, მოდით ვნახოთ ჯერ რა ხდება. პრინციპში თქვით ჩვენ რომ ხართ თქვენ ეხლა მანძილზე, აი ესე ვთქვათ რა. კი, მანძილზე არის, აგერ გამოვიდა თქვენი პენტაკლების მეფე. მანძილი მაჩვენეს, მაგრამ აქ შეიძლება ეს მანძილი უკვე დიდი ხანი გრძელდება, მაგრამ რაღაცა ძრა არის უკვე. ნუ ნახოთ ეხლა ჩვენ ვკითხოთ მას ეხლა. აი მოდით ეხლა ჯერ მეტაფორически ეს კარტები რომ აქ ეს მაგაზე ვკითხავთ ეხლა ჩვენ რა ენერგიაში არის ეხლა თქვენი მეფე. და მე უკვე ვკითხოთ, რამდენიმე კითხვა დავუსვათ, ხო? რა კითხვა, იმიტომ რომ პენტაკლების მეფე გამოვიდა, ვიღაცის ქმარი იქნება, ვიღაცის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. რა ენერგიაში ეხლა უიდე და რამდენი გამოვიდა. აქ არის როგორი მომენტი, გეტყვით ეხლა მე თქვენ. აჰა. ესე იგი შეხედეთ აქ როგორი მომენტი არის რა. რა ენერგია, რაც ამომიგდო, იმას გეუბნებით რა. შეიძლება ადამიანი იყო ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცეოდა სხვათა შორის და არის როგორ იცით, თვითონ ეხლა, მაგრამ იცით როგორ არის? აი თვითონ კი არის უპასუხისმგებლო, შეიძლება ეს იყო, იმიტომ რომ ეს პირველი გამოვიდა, მაგრამ აქ ზოგი შეიძლება даже სვამდა სხვათა შორის, ან ნუ ქონდა ეგეთი რაღაცა ცხოვრება, შეიძლება რაღაცას даже იღებდა. ნუ ყოველთვის არ არის, მაგრამ ვიღაცის იქნება, ნუ რაღაც წამლებს ან რაღაცებს, იმიტომ რომ ახატია აქ ეგეთი რაღაცა. მაგრამ სულში და გულში არის ძალიან ესეთი თბილი ადამიანი არის, ძალიან მოსიყვარული ადამიანი, შეიძლება უყვარს ბუნება, უყვარს თქვათ ეხლა ცხოველები, უყვარს ფრინველები რა. მაგრამ თვითონ არის რაღაცა ადამიანი, რომელიც აი გაუბედავი, რა ვიცი, აი რაღაცა შეიძლება მორიდებულიც არის სხვათა შორის რო იცოდეთ თქვენ, მაგრამ ახლა მაჩვენებენ აქ რომ ეს ადამიანი ძალიან ჩქარა დაიწყებს რაღაცა ქმედებას სხვათა შორის. ანუ იყო პერიოდი მაგისი, მაგრამ აი ბოროტულად არ იყო, გაიგეთ, ბოროტი ადამიანი აქ არ არის რა. აი რაღაც ეგეთ ენერგიებს მაჩვენებს, ამომიგდეს რა ვიცი, მთელი მაგისი ეს სიტუაციები. მოდით ახლა ჩვენ ვნახოთ რა. ვნახოთ ახლა ჩვენ მაგისი თქვენზე ფიქრები. აი ხა ხო არის მანძილზე. თქვენზე რას ფიქრობს ეს ადამიანი, იმიტომ მანძილი კი, მაგრამ აქ ქმედება კარტი არის, ქმედების თან ძალიან უეცრი. ნუ ჩვენ კიდე შევამოწმოთ ახლა. მას ეგრე უნდა გამიგეთ რა ხდება? აი ეს იცით რა მინდა კიდე ვკითხო, აი აქ უპასუხისმგებლობა ეს მაგისგან წავიდა თუ რა ხდება? აქ რა უნდა რომ გვითხრან ახლა ჩვენ თუ ეგრე თulis თავს, თუ ეგრე არის, თუ რა ხდება? ესე იგი ნახეთ აქ რა ხდება, გეტყვით ახლა მე თქვენ. აქ შეიძლება ადამიანი მართლა იყო უპასუხისმგებლო, არ იღებდება. ანუ გოგოებო, ეს შეიძლება ოჯახზეც ეხებოდა, შეიძლება ვერ იღებდა პასუხისმგებლობას, თქვათ დაუშვათ ოჯახზე. შეიძლება და მაგრამ თქვენ გაბრაზდით აქ და გქონდათ რაღაცა არასასიამოვნო, შეიძლება საუბარი თუ ოჯახი არ არის, შეიძლება ნუ უბრალოდ თქვენი ეგეთი ადამიანი, თქვათ ერთად გინდოდა ცხოვრება, ან ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ადამიანი არაფერს არ აკეთებდა. თქვენ უფრო მეც აკეთებდით, თქვენ უფრო უყურებდით ხოლმე, აბა რას იზავ? აბა შენთვის რას ნიშნავს ახლა ურთიერთობა, როცა ჩვენ ერთად ვართ, ხო? და აქ თქვენ გაბრაზდით, მაგრამ აქ რა ხდება, იცით? აქ კი არის ხმალების დედოფალი, მაგრამ ამ დასტაში, ხო? ხმალების დედოფალს უჭირავს თავის, ნუ ხელი აქ. შეიძლება სხვათა შორის აქ როგორი მომენტი იყო კიდე. ადამიანი არის ძალიან ისეთი, ნუ მორიდებულიც არის, შეიძლება აქ სხვაობა ასაკში იყოს, მაგრამ იმიტომ რომ გამოდის უკვე პაჟი იმისი, რა ქვია, იმიტომ რომ არ იცის რა, შეიძლება ადამიანს გამოცდილება სხვათა შორის ან არ ქონდა, ნახეთ აქ ორი ვარიანტი. ან გამოცდილება არ ქონდა საერთოდ, ოჯახი არ ყავდა არასოდეს რა, მაგრამ თქვენ დაიწყეთ ურთიერთობა, ერთად დაიწყეთ ცხოვრება, მაგრამ ადამიანმა არ იცის როგორ უნდა მოიქცეს ოჯახში. ან შეიძლება
ის რა ქვია, ოჯახში ესეთი სცენარი იყო, სადაც შეიძლება მამა არ ყავდა, ან მამა არ მოქმედებდა, ეგაც შეიძლება იყოს, თქვათ რაღაცა სცენარია იყო, ვერ ხედავდა ბავშვობიდან, ან არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს, თქვათ, ეხლა, შეიძლება როგორც გითხარით, იყო პატარა, არის პატარა ასაკი და არ იცის ჯერ, ხო? მაგრამ ამ დროს ძალიან კარგი ადამიანი არის, მაგრამ თქვენ მაგას აქ არ მაჩვენებენ, რომ თქვენ ხელი კარით არას, არა, მაგას არა. აქ ნახეთ ხმალების დედოფალი, რომელიცაც უჭირავს ხელი მამაკაცის, მაგრამ ეუბნებოდეთ შეიძლება რაღაც მომენტებს, მაგრამ რომ არ მოგწონდა, თქვენ უთხარით მას, რომ თქვენ არ მოგწონს, თქვენ მე არა ვარ მზად, კი, ვიყო ეგეთ ურთიერთობაში, კი ძალიან კარგადაც ვარ შენ, ვიცი რომ კარგი ადამიანი ხარ, ყველაფერი ვიცი, მაგრამ თქვენ ამას რაღაცა უთხარით, გქონდათ აქ რაღაცა საუბარი და მაგრამ ეხლა არის როგორ, მაგრამ თქვენ მზად ხართ მისცეთ მაგას რაღაცა შანსი. კი ბატონო, კი. სხვათა შორის ეს ადამიანი იყო დიდი ხანი, შეიძლება გქონდათ რაღაცა ძალიან დიდი პერიოდი, შეიძლება გაქვთ თქვენ აი ეს მანძილი რო გაქვთ, თქვენ იქ იჯეკეთ თქვათ სიჩუმეში, კაი ხანი, მაგრამ აქ სიყვარული არის, აქ რაღაცა იცვლება, აქ რაღაცა განახლებული სიტუაცია მოდის და უკვე აქ არ არის ესეთი რაღაცა რთული რა, იცით? კი გაიარეთ თქვენ ძალიან მძიმე პერიოდი, რა თქმა უნდა, არის შეიძლება ფიქრობდეთ რომ არაფერიც არ გამოსწორდება, არაფერიც არ გამოვა მაგისგან, მაგრამ თქვენმა ძალამ ის რომ თქვენ ძალიან კარგად და კოხტად უთხარით ამ ადამიანს, აი რაღაცა შეიძლება მანიპულაციები ჩაატარეთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენთვის ეს ადამიანი მნიშვნელოვანია, თქვენ გიყვართ ეს ადამიანი, თქვენ გესმით მაგ ადამიანს, თქვენ გინდა და ცდილობთ მაგ ადამიანს რომ გაუგოთ, თქვენ არ ახართ მზად იმისთვის რომ ეს ადამიანი დაკარგოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგალაც ბევრი რაღაცა მიხვდა და ახლა აქ უკვე მაჩვენებენ რომ გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება ეს ადამიანი უკვე თქვენთან წამოვა. ეხლა всё ეს რაღაცა რა ვიცი მე ერთი რაღაცა უნდა მეკითხა და ყველაფერი მოგიყვეს, ხო? კაი, მოდით ვნახოთ ეხლა მისი გრძნობები, ვნახოთ მისი ფიქრები და მისი ქმედებაც ვნახოთ ეხლა რას იზავს ეს ადამიანი. თქვენი საყვარელი და უსაყვარლესი რა, ამიტომ აქ მე ვხედავ რომ კი ბრაზდებით, კი რაღაც, მაგრამ მაინც თქვენ აქ თვითონ მამაკაცმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, იცით, ქმედების. ნახოთ. რა ეხლა ამ წუთში რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, ნახოთ. იმედია. აქ როგორი სიტუაცია არის, გეუბნებით, მან კი, აი აქაც გამოვიდა ხმალების ტუზე, აქაც ხმალების ტუზე. ანუ მე-20 არკანი არის საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აქ არის ჩარეული თვითბედი, ხო? ანუ ჩვენ ახლა რას ფიქრობს ეს ადამიანი და ნამდვილად ახლა ფიქრობს რომ მე თუ მინდა ამ თქვათ აი ეს ამ ურთიერთობის გაგრძელება, აქ არის ნახეთ მეფე ვარი პენტაკლების, აქაც პენტაკლების, ყველგან პენტაკლების მეფე გამოდის. ანუ პენტაკლების მეფე არის ადამიანი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას. არ არის ეგ ადამიანი, რომელიც თქვათ ეხლა, даже კვერცხებისაც რო გამოსულიყო, თუნდაც დასების, მაინც სხვა თემა და როცა არის პენტაკლების, აი ზუსტად თქვენ რაზეც იყავით გაბრაზებული, რაც თქვენ გინდოდათ, მან ეს გაიგო, რომ არა მხოლოდ ეხლა უნდა ვიყოთ ჩვენ დაუშვათ ეხლა, კარგია, კი, კარგი ადამიანია ყველაფერი, მაგრამ ბევრი რაღაცა უნდა გაიაზრდა და მიხვდა რომ მიწიერ დონეზეც რაღაცა უნდა გააკეთოს რა. და აქ მაღალი ძალები ჩაერიან, იცის მან თვითონ მიხვდა მაგ პერიოდში რომ რაღაცა უნდა შევცვალო, აუცილებლად და სხვანაირად უნდა მოვიქცე მე ამ გოგოს, უფრო უნდა ავიღო პასუხისმგებლობა, აი ეს ფიქრები ამ ადამიანს აქვს. იმიტომ რომ აქ უკვე მოხდა რაღაცა კარმული თემა იყო და ამიტომ გაიარეს გაკვეთილები, პლუს კიდე მე-20 არკანი ეს არის მონათესავე სულები. ეხლა ნახეთ ორი სიტყვით გეტყვით, როცა არის თქვა კარმული გაკვეთილების რო გავდევარ ჩვენ კარმული პარტნიორი მოდის, ეს არის ცოტა ისეთი რთული პროგრამებზე მოვდივართ ერთმანეთთან და ძალიან ბევრ რაღაცებს გავდევართ, მაგრამ მე ხშირად უბრალოდ მეკითხებიან რომ შეიძლება თუ არა რომ თქვა კარმული ურთიერთობა ხშირად მთავრდება, იმიტომ რომ ვერ უძლებენ და
მერე ესე რა ქვია, შორდებიან. მაგრამ მეკითხებოდნენ ბევრჯერ თქვათ, რომ არის აქვს თუ არა კარმული ურთიერთობას იმის საშუალება, თქვათ გადავეთ მონათესავისურებით, რომ მონათესავისურება ერთმანეთს ეხმარებიან, უფრო რბილად განვითარებაში, ვიდრე კარმულები ძალიან ხისტად მუშაობენ რა. და ნამდვილად არის, როცა ორივეს უნდა მუშაობა, როცა არა მხოლოდ თქვათ გოგო ეხლა გაშლებს უყურებს, იქ რაღაც კონსულტაციებზე დადეს ფსიქოლოგიებთან და კითხულობს ფსიქოლოგ, კაროჩე გადეს რა, მუშაობს რაღაცებს აკეთებს და ბიჭი თქვათ არაფერს არ აკეთებს, ხო? მაგ შემთხვევაში ძალიან რთულია. თუ გადასვლა თქვათ ეხლა მონათესავისურების ურთიერთობაში. როცა ორივეს აინტერესებს, როცა ბიჭიც თქვათ დაუშვათ კითხულობს რა ხდება და სხვა შეიძლება ძალიან ბევრი ბიჭები მოდიან კონსულტაციაზე, რაც მიხარია, ნამდვილად მიხარია, იმიტომ რომ ეს არის უკვე პასუხისმგებლობას იღებს ადამიანი და იმიტომ რომ მაგისთვის არ არის სულ ერთი რა იქნება თქვა დაუშვოთ, ხო? და ეს ქალიც მნიშვნელოვანია და უნდა რომ გაიგოს, ვაფშე რა გჭირს ჩვენ, ხო? ხო და აქ მაგი ფიქრობს რომ всё უკვე იმდენად ჩემია, იმდენად ჩემთვის ძვირფასია, რომ ნამდვილად მე უკვე არ შეიძლება რომ თქვა ესე უპასუხისმგებლოდ მოვიქცე, მე უკვე უნდა ავიღო მაგ ქალზე პასუხისმგებლობა. რას გრძნობს ნახოთ ახლა ჩვენ? ეს რა გრძნობა აქ როგორი იცით, რომ ნამდვილად იცის, რომ თქვენ ხართ ის ქალი, თქვენ შეიძლება გქონდეთ კიდევაც საუბარი, ან უნდა რომ თქვათ ახლა და რას გრძნობს კიდე, ნახეთ ჩვენ ხო გრძნობაზე ვეკითხებით, ანუ აქ ადამიანი გრძნობს იმას, რომ უკვე სხვანაირად უნდა იმოქმედოს თქვენთან. ანუ ამას გრძნობს, მაგრამ თქვენს მიმართ აქ ძალიან უდიდესი გრძნობა უნდა ფიქრობს ეს ადამიანი იმაზე, რომ თქვენთან მოვიდეს, აუცილებლად გამოჩნდეს, ჩამოვიდეს, დაგელაპარაკოს და აგიხსნას რაღაც ბევრი ტრანსფორმაცია გამოიარა ამ ადამიანმა, თან ძალიან სერიოზული კი. და ძალიან კარგად იცის, რომ აქ უკვე არ გამოვა მარტო თქვათ, ეხლა არასერიოზულად არ გამოვა აქ შეხვედრები და მომავალზე ფიქრობს ეს ადამიანი სერიოზულზე. აქ ორივეს გაქვთ თქვენ ძალიან როგორ იცით დიდი მონატრება, ორივეს სულები ტირიან შემიძლია გითხრათ, მაგრამ ეს ტრანსფორმაცია იყო თქვენთვის აუცილებელი. ეხლა სიტუაცია დალაგდება და მშვიდდება. აქ დიდი ხანი იყო ადამიანი თქვენგან შორს, აქ არ არის თქვათ ერთი დღე და ერთი კვირა. აქ დიდი ხანი ადამიანი იყო, მაგრამ მაგ პერიოდში უთქვენობა, აქ ეს უნდა ყოფილიყო მასე აუცილებლად ეგრე მოაწყეს მაღალმა ძალებმა, იმიტომ რომ იუსტიცია, სიკვდილის არკანი, აქ არის ხა ზომიერება, აქ მაღალმა ძალებმა მოაწყეს, ეგ სიტუაცია კი ერთმანეთი ძალიან გენატრებად ან გენატრებოდათ, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო, აქ მიდიოდა მუშაობა თქვენს პარტნიორზე, კი ბატონო, იყო. თუ დაუშვათ, იყო სამკუთხედები შეიძლება გქონდეს ვიღაცას, ესეც ძალიან ისეთი სიტუაცია მტკივნეული და ძალიან რთული თუ გქონდათ სხვათა შორის კიდე, თუ გაიგეთ თქვენ რომ თქვენი თქვათ პარტნიორი იყო, ის რა ქვია, ეს არ არის უყოლასთვის ეს ინფორმაცია, მაგრამ სამკუთხედზე კი მთხოვეს გოგოებმა გავაკეთებ გაშლას, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, იცით რომ ძალიან მტკივნეული არის ეს პერიოდი, მაგას ესე იგი მისცეს საშუალება რომ ეფიქრა რომ ეგრე არ შეიძლება კიდე აქ იყოს რაღაცა სიტუაცია, სამკუთხედი არ არის, სასიყვარულო სამკუთხედი სხვა რამეა და სამკუთხედი შეიძლება იყოს რა, სამსახური, შეიძლება მშობლიური ოჯახი, შეიძლება თქვათ ახლა ფულიც იყოს, ბევრი რაღაცა შეიძლება რაღაც ადამიანების სხვადასხვა სიტუაციები, შვილებიც აქეთ არის, მაგრამ აქ ეს სიტუაცია ძალიან მან განიცადა მტკივნეულ ძალიან, იმიტომ რომ მიხვდა რომ თუ დაუშვათ ისე სიტუაცია დარჩება, თქვენს არ დაიწყებთ რამე ქმედებას, არა, თქვენ ვაფშე წახვალთ მაგისგან, ძალიან კარგად მიხვდა მან ეგ ყველაფერი, მაგრამ თქვენი გაშვება მაგისთვის შეუძლებელია, იმიტომ რომ მთელი სულით, გულით ეგ მოდის თქვენთან, იმიტომ რომ მისი სული არის თქვენთან და ამიტომ მაგისთვის ეს არის შეუძლებელი რაღაც, ძალიან იჭვიანობს სხვათა შორის.
ნუ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ რას მოიმოქმედებს, იმიტომ რომ სურვილები კი აქვს ძალიან დიდი და აღიარა და ნუ ყველაფერი ძალიან კარგად მიხვდა ეს ადამიანი ეთყობა. მაგრამ ნახოთ ახლა რას უნდა ელოდო თქვენ მისგან რა ქმედებებს. აქ გვაჩვენეს რომ ჩქარა სტრიმით, ანუ ჩქარა ძალიან წამოვა აქ ქმედება და ანუ ესე იგი რას მოიმოქმედებს, რას იზავს ეს ადამიანი, რას იზავს. კი, აქ ადამიანი ყველა ვარიანტში გოგოებო გამოვა კონტაქტზე ყველა ვარიანტში და აქ სხვათა შორის რაღაცა ისეთი მოხდება, რომ თქვენ ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება გააგიკვირდეთ, იმიტომ რომ აქ იქნება ძალიან სერიოზული საუბარი, აქ იქნება ძალიან სასიამოვნო პერიოდი თქვენთან, აქ თითქოს რაღაცას გეტყოს ეს, რომ მოდი სხვანაირად დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა, აქ რაღაცა ახალი ფურცელი იწყება თქვენი ურთიერთობის, კი, ნუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ იმპერატორი ქალი არის, მიხვდა ამ ადამიანმა, რომ თქვენ ხართ ის ქალი, რომელსაც შეუძლია მას მისი სითბო, სიყვარული და ვნებაც და ასე შემდეგ რა. ამიტომ აქ გეუბნებით რაღაცა ისეთი ენერგიებით შემოდის ადამიანი, რომ რაღაცა საუბარიც მოხდება, მე ძალიან სასიამოვნო პერიოდი გელოდება. ნუ აქ ხო გითხარით, აქ პრინციპი თვითონაც აცნობიერებს, რომ აქ რაღაცა ჩართული არის ესეთი ძალები, რომ თვითონ მასშიც ბევრი რაღაცა შეიცვალა. ბევრს ფიქრობდა ეგ თქვენს ურთიერთობაზე, აქ დაჟე არ გამეკვირდება, რომ შეიძლება მენტალურად თქვენ მანძილზე ეს ადამიანი გელაპარაკებოდეთ. არის ეგეთი, ანუ ძალიან დიდი დაკავშირება გაქვთ თქვენ მენტალურად, იმიტომ რომ ის არის ეგეთი რამე, რომ თქვა და თითქოს ელაპარაკები. ეს შეიძლება ღამეს პერიოდშიც იყოს, შეიძლება გამთენიასაც რა, მაგრამ აი ადამიანი თითქოს რაღაცას გესაუბრება რა. და შენს პასუხობ, აი თუ ეგეთი რამე გქონდეთ, იცოდეთ რომ ეს უეჭველე თქვენი გაშლა არის რა. და აქ ნამდვილად ამ ადამიანმა მიხვდა, რომ თქვენ ხართ ის ქალი, თქვენ ხართ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი, რომელსაც ახლა ნამდვილად უნდა თან რა არის იცით, აქ უნდა რომ თქვენ რაღაცები მან ბევრს ფიქრობდა, გეუბნებით, ბევრს ფიქრობდა და იმაზეც, რასაც შეიძლება თქვენ არ გეუბნებოდეთ, ან შეიძლება არ უნდოდა თქვენგან რომ გაეგო, ან ნუ რაღაცას აი გეუბნებით რა, ნუ ბევრი რაღაცა მოხდა. კი ბატონო, აქ იქნება ძალიან კარგი მხიარული ბედნიერი პერიოდი, მზის არკანი აგერ ხურავს ყველაფერს და 4-იანი ქვერთხების, აქ იქნება უეჭველი დაბრუნება და ძალიან სასიამოვნო და კარგი პერიოდი, იმიტომ რომ სულებმა ერთმანეთი აირჩიეს და არ გამიკვირდება, რომ თქვენ აქ ზოგი ხართ საერთოდ ერთის საერთო ვარსკვლავთა ოჯახიდან. საერთო, ნუ ეს ძალიან საინტერესო თემა, რას ნიშნავს საერთო, რა ქვია, თუ ვისაც მატრიცა გაქვთ თქვენ, ახლა ზღაპართა სამყარო ასეთი პროგრამა და ესე იგი უეჭველი თქვენ პარტნიორსაც ალბათ აქვთ. მაგრამ ეს სხვა თემა, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ეგ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, თქვენი სულების გაერთიანება მოხდება აქ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი წყვილი არის, ჩემო ლამაზებო, ერთმანეთისთვის და ნამდვილად ახალი ისტორია დაიწყება აქ. კი, თქვენ გაიარეთ ძალიან ისეთი გაკვეთილები, მაგრამ ბევრი მწარე რაღაცები შეიძლება უეცრი გაშორება გქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა იწყება თქვენი ურთიერთობის ახალი ეტაპი, სადაც უკვე ანუ ეს თქვენი დაშორება დამთავრდება და იქნება ქმედება და ეს ადამიანი მოგექცევა თქვენ გეუბნებით სულ სხვანაირად. უფრო პატივისცემით მოვა თქვენს მიმართ, უფრო დააფასებს იმას, რომ ანუ და სხვათა აქ გაღვიძება წავა კიდე, ნუ საინტერესო ისტორია, ეს თქვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გოგოება ძალიან ბევრში გაიხსნება საკრალური ცოდნა, თუ უკვე ხარ თქვენ დაუშვთ ეზოტერიკოსი, უფრო მეტად გაიხსნება კიდე ამ შეხვედრის შემდეგ იცოდეთ, რომ აქ რაღაცა ახალი ეტაპი იწყება თქვენი ისტორიის.